10 კვირა დაახლოებით 2 თვე ეს ის კრიტიკული ასაკია მუშკის იხევებისათვის, როდესაც უნდა გავარკვიოთ რომელია დედალი, რომელი მამალი, რომელი წავა სახორცეთ და რომელი წავა, რომელს დავიტოვებთ გასამრავლებლად. საქმე იმაშია, რომ 10 კვირამდე ეს იხვი ძალიან ინტენსიურად იზრდება და საკვებს მოიხმარს ცოტას, რადგან პატარა, ამის შემდეგ უკვე საკვებს მოიხმარს ბევრს და წონაში ზრდა ისეთი დიდი აღარ არის, როგორც ვთქვათ, უფრო პატარა ასაკში. ეხლა აი აქ არიან დაახლოებით 9-10 კვირის იხვები. აქედან აი ამ 4-ულიდან 3 დედალია და 1 არის მამალი. ეხლა დააკვირდით მათ შორის სხვაობას. დედლებს უფრო წვეტიანი კუდები აქვთ, ხოლო აი ეს ჭრელი მამალი, რომელიც ყველაზე უფრო შორს არის, აი მისი კუდი უფრო ფართე და განიერია და მომრგვალებული ფორმის. ამათი კუდები უფრო წვეტიანია თითქოს და გარდა ამისა, ფრთები დააკვირდით, მამლის ფრთის ბუმბულები უფრო მოკლეა, ხოლო დედლებისა აი ეს თეთრი დედალია, მაგალითად მის გვერდზე შავი დედალია და ცოტა წინ შავი დედალია, ეს ფრთები უკვე კუდს წვდება, ფრთის ბუმბულები, ხოლო მამლისა შედარებით მოკლეა. სხვაობა მცირეა, მაგრამ აშკარად თვალშისაცემია. გარდა ამისა, არსებობს კიდე ერთი ნიშანი, რომელსაც მივხვდებით აქ სამწუხაროდ ცუდად ჩანს და არ მინდა ესენი ახლა ვაწვალო. დედალს ფეხებზე ლასტები აქვს უფრო ვიწრო და უფრო პატარა ვიდრე მამალს. მამლის ფეხები უფრო განიერი გახლავთ. ახლა კარგად ჩანს რა, მამალს უფრო განიერი კუდი აქვს, აი დედლები წვეტიანი კუდებით არიან, მამლისა უფრო ფართია და მომრგვალებული. აი ესე გაირჩევა დედალი და მამალი. ესენი ახლა გასამრავლებლად არიან დატოვებული, კვერცხისდებას ჯერ არ დაიწყებენ, კიდევ რამდენიმე თვეა კვერცხისდების დაწყებამდე, სანამ მომწიფდებიან ამისათვის, მაგრამ ამ ეტაპზე უკვე უნდა ვიცოდეთ აი ამ ასაკში, რომელს ვინახავთ სადედე გუნდში და რომელი მიდის სახორცეთ.